გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. უცნაური კოუჩი. მე ვარ მენტორი, ფილოსოფოსი და კოუჩი ბეკარიონ მაიონეზი. და დღევანდელი ჩვენი კოუჩინგის თემა იქნება სულის კორექცია და დეპრესიის ეპილაცია. ბრავო. ახლა მინდა გითხრათ მომავალი კვირის სასაუბრო თემა. ესენი იქნება შინაგანი მეტაბოლიზმი, მენტალური ბიორევიტალიზაცია, ემოციების გროუმინგი, ნიჰილიზმის პარალიზება, კომპლექსების შულტირება და სრული ნეიროთაჩიკი. ეს ის პროცედურებია, რომელიც მომავალ კვირას გავივლით. მანამდე კი მინდა გთხოვოთ, რომ ამოიღოთ საწყელი კალამი. აქვე მინდა ამოიღოთ საფულიდან ქაღალდის კუპიურები, სასურველია მინიმუმ $100-იანი. შეიძლება მოვუსმინოთ ხო? ამოიღეთ. ჩვენიერია. ეხლა თუ შეიძლება ამ ქაღალდის კუპიურას დააწერეთ თქვენი შიშები. ანუ ამაზე დავწერო? დიახ. თუ თქვენი შიშები დაწერეთ. დაწერეთ. ბატონო. დავწერეთ. ახლა ეს ქაღალდის კუპიურაზე დაწერილი შიშები დავკუჭოთ. და აი ამ ნაგვის ურნაში მოვათავსოთ თუ შეიძლება. მალე დავუჩქაროთ რა. შიშები მოვიშოროთ. დავუჩქაროთ. ხალხო, ბედნიერება ფულში არ არის, არა, გაითვალისწინეთ. შინაგან მეტაბოლიზმშია ბედნიერება. მადლობა. დიდი მადლობა. მინდა გაგაცნოთ, ეს არის ანა, ჩემი მოსწავლე. უკვე $30,000 დახარჯა ჩემს კოუჩინგში. და ამიტომაც დღეს ჩემი დამხმარეა. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. გაიხარით. დიდი მადლობა. სანამ უშუალოდ კოუჩინგზე გადავალ, მინდა პირველი რიგში მინდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მოსაზრება კოუჩებზე. ესე იგი, ეს არის ბრძოლი აზრები, რომელიც მე მოვიფიქრე. დიახ, გისმენთ. კარგი კოუჩი მათ რახს არ დაირთამს. ჩაიწერეთ. ჩემი კოუჩის კოუჩი, ჩემი კოუჩი არ არის. და ერთი კოუჩი გაზაფხულს ვერ მოიგას. ეს არის სამი ძირითადი სიბრძნე, რომელიც მე მოვიფიქრე, ახალ სიბრძნეებს ნელ-ნელა დრო და დრო მოგაწვდით აუცილებლად. ბრავო. გადავიდეთ ახლა უშუალოდ პრობლემაზე, დეპრესიის ეპილაციაზე. ხო? დეპრესიის ეპილაცია, ანუ პრობლემა. დავიწყოთ სიტყვა პრობლემით. პრობლემა ბერძნული სიტყვაა და ქართულად პრობლემას ნიშნავს. პრობლემას? დიახ, პრობლემას. ხვდებით? პრობლემა არ ითარგმნება. ბერძნები, ქართველები, ამერიკელები, ინგლისელები ყველასთვის არის პრობლემა. ტაში მეგობრებო, ტაში. მარტო ამიტომ გინდა ფულის გაუჩა. რა დაგიქი. ოღონდ არ გიწყინოს, ხო, ისე მეგობრებო. ეს შეურაცხყოფა არ არის, ეს არის ჩვენი ძალიან ახლო დამოკიდებულება ანასადმი. კარგი, მოდი გადავიდეთ უბრალოდ პრობლემას. ვის გვაქვს პრობლემა, ხელი რო აიწიოთ თუ შეიძლება. აბა, ავიწიოთ ხელი, მოვუსვიოთ. ყველას ესე იგი აქვს პრობლემა. თქვენ რატო არიწევთ ხელს? მე არა მაქვს პრობლემა, უბრალოდ მე თქვენი ერთ-ერთი სტუდენტი ვარ უნივერსიტეტში, გუშინ ვერ მოვახერხე ლექციაზე და მოვსულიყავი და დღეს გესწრებით აქ. ანუ მოიცა თქვენ არც მენტალური, არც ფსიქოლოგიური, არც ფინანსური პრობლემა არ გაქვთ. არა, რაი პრობლემა არ მაქვს. გასაგები, მაშინ შეგიქმნით. რასტი შტო, შენ პრობლემას შემიქრით? დიახ, მე შეგიქმნით პრობლემას, მაგრამ არ ინერვიულოთ, მე ვერ მოვაგვარებ თქვენს პრობლემას. არა, უკაცრავად. მე პრობლემა არ მაქვს და რატო უნდა შემიქროთ? ხმა ჩაიდე შელაწირაკო და სიტყვას მომაწყვეტინებ ძალიან გთხოვ. შენ ბიჭო, რა იბსანო, ჩემს ერთი წა. დამშვიდით, ეს არის პრობლემა, რომელიც იყო თქვენში, ანუ inside you. მე ეს პრობლემა მოვიყვანე და მოვაშორე გადავიდე ყველაფერი. ტაში მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა. გაუძევთ, მადლობა. მე თუ შეიძლება, რა არის მე ესეთი დიდი პრობლემის წინაშე ვარ. მე მაქვს ვალი 9,5 მილიონი. და რა უნდა ვქნა, თქვენი რჩევა მჭირდება.
ნახევარი მილიონი, გასაგებია. ნახევარი მილიონი ვალი გაქვთ. მინდა მარტივი გზა გაჩვენოთ ამ პრობლემის მოგვარების. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვალი გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენს გონებაში არის დალექილი, ამიტომ უნდა შეცვალოთ აზროვნება. ანუ თქვენ უნდა იფიქროთ, რომ თითქოს ვალი დაბარეთ. და ვალი აღარ გექნებათ. გავიგე, მაგრამ ვალი ხომ მაინც მექნება? კი, არა, ვალი ვალად შეება, უბრალოდ ბედნიერი იქნება. ამ დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი და უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე პრობლემებზე ფიქრობთ. სასწაულია. ბრავო. გავაგზავნოთ. ბატონო ბექარიანი, რა მეინტერესებს? თვითონ დეპრესიაზე რომ გითხრათ. რაზე რომ გითხრათ? დეპრესიას როგორ ვებრძოლოთ? დეპრესიას როგორ ვებრძოლოთ? კარგი კითხვა. დეპრესიაზე ჯერ პირველი მინდა შენი შვნასავით მოგცეთ, იმედი არ გეწყინება, დეპრესიას არ უნდა ვებრძოლოთ. დეპრესიას უნდა ჩაუტაროთ ეპილაცია. ანუ უნდა ამოვძირკოთ. აი დეპრესიის ყველაზე უებარი წამალი არის ბუნება, გადიხართ ბუნებაში, სულ თაერს ჩაისუნთქავთ და დეპრესია არ გაქვთ. ესე მარტივად ხდება დეპრესიასთან ბრძოლა? დიახ, ესე მარტივად ხდება დეპრესიასთან ბრძოლა, იმიტომ რომ თქვენს გონებაში თქვენ ხართ ჩაკეტილი, როცა ჰაერზე გადიხართ, ყველაფერი გავიწყდებათ, თამბობთ დეპრესიულ საფრთხად. და გვარდება ყველაფერი, ანუ დეპრესია გაქრება? დეპრესია გაქრება, სწორად ამბობთ, დიახ. და ანუ თქვენს კურსში ამხელა თანხა იმიტომ გადავიხადეთ, რომ მხოლოდ ეს გვითხრათ და მეტი არაფერი? ანუ კოუჩი ხართ, ანუ დიახ, ეს მარტივად, ანუ ნეგატიურზე არ უნდა იფიქროთ, უნდა დაბლოკოთ ნეგატიური აზრები და დეპრესიაც თავისით განადგუროთ. ანუ დეპრესია რა შუაშია, ანუ სისულელია ხა რასაც თქვენ ნამობთ, ანუ რაღაცა თაღლითი ბრძანდებით. კოუჩი კი არა, თაღლითი ხართ და მათ ხო არა ბრძანდებით ჩემო. ანუ თქვენ ვერ გქონდათ ნეგატიური აზრები მოგაწვათ და უშვებთ მე ამიტომ ბლოკავ ამ აზრებს, ამიტომ დეპრესიაც. მე ნეგატიური რა შუაშია, ანუ თქვენ ვერ ხვდებით, ეხლა ნუ გამაგიჟეთ ეხლა რა ნეგატიური. ანუ ერთი წუთი ეხლა რას მეუბნებით, რომ ასე მოვაგვარებ დეპრესია. მე უბრალოდ ნეგატიურ აზრებს არ ვისმენ, ბლოკავ და ამიტომ დეპრესია არ მაქვს. რა დეპრესია ხახო, ანუ დეპრესია მქონდა და ეხლა ნევროზიც დამართ, ანუ ვერ ხვდები. გასულელეთ ეს კოუჩი კი არა, ჩვეულებრივი თაღლითი არის და ანუ მე რა სისულელეს. იცით რა გააკეთეთ? აი წარმოიდგინეთ უბრალოდ თქვენს თავში პანჯარა შეაგეთ და თავი გადავით. მიდით? პანჯარა კი არა გიჩივლებ ჩემო კარგო, ეხლა მაგას აი აგერ ნახეთ თუ არ დავაიკერინო თქვენი თავი. ანუ მე ვარ კიდე ცუდად ხალხო, ანუ რაღაცა გადებილებთ და გაგიჟებთ და სისულელეს ამობს ეხლა ხარ ცუდად. ანუ თქვენს ვერ ხვდებით ეხლა. ცუდად. სად გავყოფითო თავი? არაფერი არ მიაქცევთ, უბრალოდ პანჯარა ვერ ნახა. შეაგეთ, პანჯარა შეაგეთ. ვინ უნდა შეაღოს ბიჭო პანჯარა? ვინ უნდა შეაღოს? დეგენერე თქვენ სასულელები ვით უშევთ. აქსიდი კი არა, ისიც რა დებილი ყავთ იქ. რა დაემართა? თვითონაც ხო გადაიხადა ფული. არა, უბრალოდ არ მიაქცევთ, უბრალოდ პანჯარა ვერ იპოვა და ვერ შეაგეთ. ხდება. დიახ, კარგი, გავაგზავნოთ, არ მე წინ გადავალ რომ უკეთ მოვისმინო. მოგზავნით, თქვენ წყვილი ხართ, ხო? დიახ, თქვენ გასაგებია. ბედნიერები ხართ? კი, ბედნიერები ვართ. მატყუებთ, ხო? მაგრამ სავალდებულო არ არის ტყუილი, შეგიძლიათ გულახდილად მითხრათ. არა, მართლა ძალიან ბედნიერები ვართ. მართლა ბედნიერები ხართ. კი, ძალიან. მაშინ მითხარით კვირაში რამდენჯერ გაქვთ სექსუალური კოლაბორაცია თქვენს მეუღლესთან? ანუ ურთიერთობას გულისხმობ? ზუსტად ეგ ვიგულისხმე, დიახ. ურთიერთობას თუ გულისხმობ, რა 3-4 ჯერ. უკაცრავად, არა, ვერ მივხვდი რა ეს ვარ ნორმაა და ჩვეულებრივი. არა, იცით, მე გეტყვით, რომ ეს ნორმა არ არის. გავგზავნოთ, რა პრობლემა გაქვთ მაშინ ეგ მითხარით. ანუ ზოგადად მართლა ძალიან ბედნიერი წვილი ვართ და კარგად ვცნობთ თავს და ყველაფერი, უბრალოდ ფიქრობ, რომ აი ცოტა ის ცეცხლი ხრება ნელ-ნელა და არ გვინდა რა რომ ჩაქრას და გვინდა რომ პირიქით. გასაგებია, ეს უმეტეს შემთხვევაში ესეთი პრობლემა არის მოკლედ ოჯახური იდილის ზედოზირება ხდება. ანუ overdose. ანუ იმდენად ბედნიერები ხართ, რომ უბედურები ხართ. მიხვდით? ანუ არა. ანუ ერთმანეთს
იმდენად უზიარებთ ამ სიყვარულს, რომ ზედმეტიც მოგდით. ხდით, როგორ შეიძლება გამოვასწორო. როგორ გამოვასწორო? კარგი, მოდი ჩავატაროთ ერთი მარტივი ექსპერიმენტი. მოდი შეგეწამით. აბა თუ შეგიძლიათ თქვენს მეუღლეს რო შეაგიგოთ. არა, რასო. ჩემს სიცოცხლეს. არა, ჩვენი გითი ურთიერთობა არ აქვს. თამამად. შენი დედაც შეახვარო ხალო. გეწყინათ? კი, რა ძალიან მეწყინათ ან. გეტირებათ? კი, მეტირება, აბა ეხა. ავი. პიტირეთ. რა ვიცი, არ მეც. მეც ვიტირებ. ეხა შეგიძლიათ თბილისი რას დროსაც ჩემი კინებია და ხმა თბილისი სიტყვები რომ ვთქვათ თქვენს მეუღლეს. აუ გეხვეწები რა მაპატიე რა საყვარელი ძალიან გთხოვ რა გეხვეწები რა მაპატიე რა არ მინდოდა მართლა არ მინდოდა ამას შემაკინებია აი ეხა იძენით რომ სიყვარული დაბრუნდა რავი კი აი ეს არის ბებიერება გილოცავ გამარჯობა ბატონო ბექა ეხა ვიცანით გიცანით კი მოდიში თქვით მინდა გითხრათ ეს ჩემი პაციენტია მოსწავლე რომელიც გამოგიხატებოდა უბრალოდ რომელიც გამორჩეული იყო აგრესიით ყველას და ყველაფრის მიმართ ხოდა აგრესია ეხა ეს დაამარცხა და ესე მშვიდად და ლამაზად ყოჩა სრულიად მშვიდად ვარ არანაირ აგრესია შენ რო კაცო შენ არანაირ აი ხედავთ როგორ მშვიდად გაწონასწორებულად ყველაფერს ესე იდეალურად ალაგებს წინადადებას ხედავთ აგრესია საერთოდ არ ხარავს არა საერთოდ ისა უბრალოდ გარეთ მინდა რომ გამომყვეთ რომ აი მაგ გლანდებში წიხლი ჩაგაჭირო რომ ეს ფული რაში გადამაყრებინე აი ეხა ცდილობს დაგვანახოს ის ადამიანი ვინც იყო მანამდე აგრესიული ანუ თამაშობს ოღონდ ბრუნდება ისევ თავის პოზიციაში გარდა სახვა როგორ ხდება კი ძალიან კარგი გარდასახვა წამოდით თუ შეიძლება გარეთ გამოდის შენ აი რაში მაყრებინე ფულს მოდი შეეცამით შეგიძლიათ დარეკოთ 112-ში და უთხრათ რომ გაზის ეპილაცია არ ჩაიარა სათანადოდ და მიშველი თქვენ გიშველით მეც წამოდი ხა დავაი გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.